მარწყვის მიმართ ინტერესი ინტერნეტში აღმოჩენილმა მასალებმა გამოიწვია. ვიდრე ბიომეურნე ჯამბულეხვაიას ვაჟი ქაბულში ცივილური სამყაროს ინტერესებს იცავს, მამა ოკუპირებული ქართული მიწების მოსაზღვრეთ სოფელ ხურჩაში შვილის იდეის განხორციელებაზე ზრუნავს. თემა იყო ბიომეურნის წარმოება. Აი ზუსტად ეს ცოდნა ჩვენ გამოგვადგა აქ სათბურში მარწყვისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. ჩვენ დამზადებული ჰქონდა მაშინ კომპოსტი, ესე იგი ეს არის ბიოსასუქი, რომელიც მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა გადამწვარი ნაკელისაგან განსხვავებით და ზუსტად ამ მეთოდით მოამზადეთ ნიადაგი დასარგავად. ფერმერს მარწყვის ორი სხვადასხვა ზომის სათბურის საკუთარი სახლის მიმდებარედ აქვს მოწყობილი. მას ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი ჰოლანდიური ჯიშის მარწყვი სან-ანდრეა მოყავს. ჯამბულეხვაიას სათბურში გალის რაიონის მაცხოვრებლები წყავს დასაქმებული და თავის გამოცდილებას ენგურს გაღმა მცხოვრებ ქართველებსაც უზიარებს. გავაშენეთ 150 ძირი მარწყვი. რა თქმა უნდა, პირველ წელს ჩვენ გქონდა შეცდომები, გქონდა გადახვევები, მიუხედავად იმისა, რომ იყო სირთულე, თანდათანობით უკვე გავერკვიეთ რაშიც იყო საქმე. აი შეცდომებზე ხო სწავლობს ადამიანი და ჩვენც გამოგვივიდა ეს. სათბურში დასაქმებული დოდო თორია გვიყვება, რომ მარწყვის მოვლისთვის საჭირო გამოცდილება ქართულ-აფხაზური ერთობლივი ტრენინგებიდან მიიღო. ჩვენ შესაბამისი სპეციალობა შევიძინეთ, პროექტი ხორციელდებოდა საზღვრისპირა რეგიონში ხურჩა და ნაბაკევში, აქედან გამომდინარე იმ პროექტის მეშვეობით ჩატარებულმა ტრენინგებმა ეს შესაძლებლობა მოაგვცა, რომ გაგვეთვითცნობიერებინა ამათი მოვლა, როგორ უნდა, რა უნდა, აქედან გამომდინარე მისი მეშვეობით შევქმნით ეს. როგორც ბიომეურნე აღნიშნავს, ამ ეტაპზე მარწყვის რეალიზაციის საკითხი ღიად რჩება. ასეთ შედეგამდეც თუ გავიდოდი, არ მეგონა, ამბობს იგი. შემოდგომაზე ბიოს სერტიფიკატს ელოდება და ამის შემდეგ აპირებს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის გატანას.